მივესალმებით ჩემს სტუმარს. ელენე, მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად და ნუ არ ვიცი ხა ელენეს წარდგენა ჭირდება თუ არა, მაგრამ მოდი მაინც საყვარელი, უსაყვარლესი მომღერალი ელენე ფოჩხოა, რომელიც გამოჩენის დღიდან ერთნაირად უყვარს ყველას აბსოლუტურად და მის შემოქმედებას და პიროვნულ მახასიათებლებს ძალიან დიდ პატივს სცემს ჩვენი ტელემაყურებელი და ჩვენს. ელენეს კულინარიული შესაძლებლობებიც ასეთი ცნობილი ამბავია და შესაბამისად ეს არა. დღეს ჩვენ გვიმზადებს გემრიელად. ვითხარი ახლა რა ხდება? ხო და ეხლა სწრაფი ხაჭაპური გამზადდება დღეს. მე ხა ორი მეგრელი ქალი რო სამზარეულოშია, მეგონა რომ რაღაც ან კუჭმაც დააგდებდით ან რაღაც გეგონა ერთად გავაკეთეთ ელარჯიც გავაკეთეთ გაწელეთ ჩემს გარეშე გებჟალიებით იმერულ ხაჭაპურს ვაკეთებ თუ მეგრულს ας მაგ დავაკონკრეტოთ მეგრული იქნება ნუ მე როცა არ ვარ მაშინ ელარჯები წელეთ და მე როცა ვარ ის რა ქვია ხაჭაპური და სწრაფი ხაჭაპური ელენე მოგვიყევი აბა მარტივი ხაჭაპურისთვის რა გვჭირდება და აქ თან ფილეც იხარშება და სალატს შემოგთავაზებს ელენე თავის ხაჭაპური იმიტომ რომ ანუ ხაჭაპურს ხო უნდა წინა დღით მოზელვანი ან ცოტა 3 საათით ადრე რომ საფუარით კეთდება და მე ცომი უნდა ამოვიდეს მთელი ამბები. ეხლა ჩვენ რადგან არა გვაქვს დრო ვაკეთებთ მაწონი არაჟანი, სოდით ამოყვანილი, კარაქი და ესე უცებ. ნაუცბათებს. ხოთა შეც მე მიყვარს ასეთი ცომი, ძალიან გემრიელი ცომია. ძალიან კარგი. აი რო დააგემოვნებთ. მაგას გეტყვით აუცილებლად არ დაგზარდებით. ნაუცბათებს როგორი გემოვთ. მე ამასობაში დაგიჭრი კარაქს. ჩვენ სამზარეულოში ტრადიციულად ვიყენებთ იტალიური ბრენდი Ferrarinis კარაქს, რომელიც არის წარმოდგენილი Goodwill-ში, არის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ყველის ხორცს პროდუქტების და რა თქმა უნდა კარაქიც არის ნაღების ძალიან გემრიელი კარაქია და უხდება ყველა კერძს. ესეთი რომელიც არის ოთახის ტემპერატურის დავჭრით ახლა ამას და დავამატებთ პირდაპირ უკვე დაჭრილად ცომში, ხო? ელენე პროპორციებს აქვს რამე მნიშვნელობა? მე არასოდეს არ ვაკეთებ. კი. არა, თვალით ყოველთვის თვალის საზღვრავს. კი, ძალიან კაი ხელი აქვს და იმიტომ თლიანი კარაქი ჩააგდო შიგნით თუ რაღაცა ქნა. ასე კი ელენე თლიანი კარაქი ვერაფერს ვერ გააბრუჭებს ზურა. კარაქი ისეთი რამეა, რომელიც ყველაფერს უხდება. მეგონა რომ შეეძლო გაეფუჭებინა. არა, ნამდვილად კარაქი ისეთი პროდუქტია, რომელიც უხდება ყველაფერს და მე ძალიან მიყვარს. კარაქი სამყარო. არ დაინარნოთ და ასევე გავხდით ყველსაც, ხო ელენე? გამოიყენოთ. აქ ეხა მომიყევით არის მაწონი არაჟანთან ერთად. და პირდაპირ სოდა, მარილიც ალბათ, ხო? ე ბატონო, დახეხეთ ყველი თქვენგან ხაჭაპურს ველი. შეიძლება ყველს კონდეს ცოტა. ხო, მარილი და ამიტომ რომ კი ბატონო, ტრავს მე. ესე იგი, არ ვიცი. მეგრულად იტყვიან, მე თვითვალი ხაჭაპურებია. როგორი? თვითვალი ხაჭაპურები. თვითვალ რას ნიშნავს ეს? ვერ გადათარგმნი. ვერ აი მაგაზე შეიძლება ხოლმე ნერვები, მეც ხბევი მეგრელი მეგობარი მყავს და რაღაცას რო დაიწყება ხოლმე საუბარს, აი რაღაცას ვეუბნები რომ გადამითარგმნე, აი რას ნიშნავს. ვერ თარგმნი. ისწავლა მეგრული. ხტები რასაც გულის. ცდილობ რაღაცა ფუნა არა, აი ფუმფულა. იქაური შესატყვის. ხო, აბუშბუჟებული რაღაც. ფუჩფუჩა. აი ნახე როგორა ელენე, სახში ვიცი რომ სულ ფუსფუსებ და მარტივად და სწრაფად გიყვარს კერძების მომზადება. იქაც დილი. უნდა მაკეთე. იყოს საქმე. და იცი რა მითხარი, უფრო მეტად ზეცაც გამოვიყენებ ზეითონს. აი აგერ გვაქვს ზეითონის ძალიან ცოტა მე ჩაგისხა. მე უკვე მოზელვის. და ჩვენ მაუყურებელმა კი იცის რომ ჩვენ სამზარეულოში სულ არის ფარკიონის ზეითონის ზეთი, ეს არის იტალიური საკმაოდ მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდი ფარკიონი, რომელსაც აქვს ცივი და ცხელი დაწურვის ზეთი და ორივე არის იდეალური როგორც ცივი, ასევე ცხელი კერძებისთვის. ელენე ხო და ელენე მინდოდა მეკითხა რომ უფრო რომელ სამზარეულოს ირჩევენ ხოლმე. აი შენი შვილები მაგალითად რას უმზადებ ხოლმე უფრო ხშირად? ო, ჩემი შვილები, რა ვიცი. გოგო ცოტა ისეთი მყავს, ყველაფერს არ ჭამს და ბიჭი ძალიან უპრეტენზიოა. ხო. ძირითადად უფრო
მარგალურებიო? მარგალურებქო, ენაკო. ბიც უფრო უყვარს ეს ხომი და ესეთებზე, გოგოს არა. შენ? მეც მიყვარს ახლა რას, არ მეტყობა. არ გეტყობა არა. მომზადება ელენე, აი რა კერძების მზადების პროცესია შენთვის სასიამოვნო. იცი რა, საცივი ვიცით რომ სახელგანთქმულია. აი ხა მაგალითად მომზადებ და უყურებდი და სიამოვნებით იწვოდა. მართლა მიყვარს, როდესაც მე მიყვარს ჩემი მეგობრები, როდესაც მოდიან ხშირად, აი წინა დღეც დაურეკავ ხოლმე. აუ მაგალითად 2 დღის წინ გავაკეთე ზუსტად ესეთი ხაჭაპური, ანუ ამ მეთოდით. დაურეკე მეგობრებს, მოდით გამოდით და რაღაცნაირად შევგროვდით და ანუ გიყვარს, როდესაც რაღაცა მიზეზია, რომ მიყვარს, როდესაც გავამზადებ და ჩემთან მოვლენ მეგობრები და დააგემოვნებენ და ის მიყვარს, რომ ო რა კაია, რა კაია. აქებენ ამ ნახევარს. ადამიანები და ურთიერთობები გიყვარს და მე ეს რაღაცა მიყვარს სამზარეულო, არ ვიტყვი, რომ აი არ მიყვარს და რაღაცა, იმიტომ რომ მიწევს კეთება სახლში მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ და ყველაზე მაგრად რა გამოგდის, რას გეუბნებიან? აუ რა ვიცი. საცივი არის, საცივი ცნობილი ელენესი. მართლა ოღონდ ესეც დეიდა ჩემის რეცეპტია ეს სულ ამზადებდა და ივუყურებდი ხოლმე და იქიდან იცი რა, პირის როგორ გითხრა, გემოს არასოდეს არაფერს გაკეთება არ ვიცოდი. ახლა შენ საახალწლო ეთერში დაიჩალიჩე მომზადება საცივი. საცივი? აქვე გეტყვი. ეს პროდიუსერებს არ ავიწყდებათ ასეთი რაღაცები. წინასწარ დაპატიჟებული ხარ, არ არის პრობლემა არანაირი. ელენე, შენ საქმიანობასთან საკმაოდ დატვირთული ხარ შენი კარიერიდან გამომდინარე, როგორ ანუ ეს უფრო დასვენების ადგილია შენთვის სამზარეულო და სამზარეულოში ფუსფუსი? ეს დასვენება არ არის, მაგრამ მიწევს, აი ნახეთ, მე არ მიყვარს და არც ჩემ შვილებს არ უყავთ ესე უცებ. არის ხოლმე ისეთი დღეები, რომ რაღაცა მზაკერს მოუტან და მიირთმევენ და მე ანუ გავრბივარ ჩემ საქმეზე, მაგრამ მაქვს ყოველთვის აი მაგალითად ხვალ მუშაობ სტუდიაში ბავშვებთან, მე საღამოს კიდევ მღერი. როდესაც ვიცი რომ ხვალინდელი დღე მაქვს ესეთი გრაფიკი, ბავშვებს როდესაც გავაცილებ სკოლაში, ვიცი რომ სტუდიის წასვლამდე აუცილებლად ის კერძი უნდა გავახვალ, მაგალითად ვაპირებ რომ გავუმზადო გუფთა ბავშვებს. სახლში რომ მოვლენ დახვდებათ, უკვე თვითონ იციან რა უნდა გააკეთონ და როგორ. ერთი კვირა გუფთაში ჭამდა. არ არის პრობლემა ეს, თავარია უნდა დაგეგმო ყოველი დღე. რას აკეთებ? მენეჯმენტება არის მნიშვნელოვანი. ეს გვაქვს ჩვენ ეს გაკრული. ხვალ ვაკეთებთ ამას და ამის მიხედვით გვიადვილდება. ხო, რა თქმა უნდა ვეკითხები. ეს გეხმარება ამ შენი განრიგის ხო დამენეჯმენტებაში ის რომ გაქვს წინასწარ დაგეგმილი რას და პრობლემა არ არის. ეს სამზარეულოს ამბები. ფათევი ხაჭაპური ეძახე და კი ჭირდება, კაი დიდხანს. ფათევიო და ივარჯიშა გოგო. არა, მორჩა ეს უკვე. ცოტა ხანი დასვენება უნდა ცომს თუ არა? არა, ეგრევე შეგვიძლია. და შეგვიძლია რომ პირდაპირ უკვე მივცეთ ფორმა და დავიწყოთ წყობა. თან აქვე ანონსად თუ შეიძლება გავაკეთოთ რა დაგჭირდება ჩვენი ქათმის სალატისთვის, ვიცი რომ ანანასი გჭირდება, რომელიც არის კომპოტი, მოხარშული ქათმის ფილე გჭირდება, სალათის ფოთოლი და მწვანე ხახვი? ხო, აი ცერეცოც გვაქვს. ცერეცო და ასევე ბერძნული იოგურტით ან არაჟნით შეგვიძლია შევკმაზოთ და კიდევ რა? დოგვი და მე მგონი მჟავე კიტრი, ხო? მჟავე კიტრი. ძალიან საინტერესო და პიკანტური სალათი. შავი ღვინო. შავი ღვინო. სალათი გულდება პიკანტურობა ახსენე და. კი. შავი ღვინოც. საჭიროა. უკვე გამასინჯა. უკვე გამასინჯა. კაი, მზად არის, ეს არის ნერვიულოთ, ეს ცომი ძალიან ლამაზი. ყველაფერი ძალიან ძალიან ლამაზი და გემრიელი იქნება. ეს კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. მე ვამზადებ ელენეს რეცეპტით სალატს, რომლისთვისაც ელენემ დაჭრა მჟავე კიტრი, ასევე დაჭრა მწვანე ხახვი, ასე დავძენძეთ მოხარშული ქათმის ფილე, დავამატეთ ქილის ანანასი,
და შემდეგ შევკმაზავთ ამას ცოტა ან არაჟნიდან ბერძნული იოგურტით მდოგვთან ერთად. არენანება ელენე. რა თქვი გიხოცები კაიმე სორია რა რომ კითხვა. დაიცა კარგად ესე მოიცა. პირდაპირ ფორმაშივე, ხო? მაყურებელს შევახსენებ, რომ ელენემ შემოგთავაზა მარტივი და ესეთი სწრაფი სახელდახელო ცომი. ამისთვის კი გამოიყენა მაწონი არაჟანის სოდა. ინოვაციებით არის და ოთახის ტემპერატურაზე კარაკი. არ გვიყვარს ეს. ესე მარტივად მარტივად ვიძახე ლიკა და დაგვაქცია მთელი ისა. ძალიან გემრიელად თვის მარაგის ყველი ჩადო შიგნით. მოიცა ჯერ ზემოდანაც ხო უნდა მოეხაროს. ზემოდან დაიცა. აბა მუჭო ზურა. აბა მუჭო. სამარგალო. მეგრული ხაჭაპური გიყვარს ძალიან თუ რომელია თქვენი ფავორიტი? მაგრამ ესე მარტივად რა. ზურა თაკო. აბა უცე ხაჭაპური რომელია? ძალიან მიყვარს, მაგრამ რა ვქნა მაინც მეგრული მიყვარს. ხო, მესმის არა. მეგრულ ძალიან დიდ პატივს ტიპებს ყველაში. მეც როცხი დამეტარი მე აჭარული მიყვარს. ქუჩა იქნება. ჩემთვის არ გიკითხავთ, მაგრამ მე გიყვით რომ აჭარული. აუ აჭარულიც ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური ხო? მაგრამ ნუ მეგრული ხაჭაპურიც საოცრება. აღარ ვიცი ხაჭაპურში არ მიყვარს. რა მაგარია რომ ამდენნაირი და ესეთი გემრიელი ხაჭაპურები თავისი პეცი აქვს და გემო. ელენე, იცი რა მინდოდა მეკითხა? საით მიემგზავრებ საქართველოს რომელ კუთხეში? ხო, ნამდვილად და საქართველოს რომელ კუთხეში მიემგზავრები ხოლმე სხვადასხვა კონცერტებით, ხშირად მოგზაურობს ყველგან. მაინტერესებს ეს ამბები, რა გაქვს ახლო მომავალში დაგეგმილი? ეხლა მოდის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ბატონო. ნუ ხან სად მიწევს, ხან სადაც გაგვიშვებენ, ანუ წელს მივდივარ ჩემ მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში, და ისე გამიხარდა. ხო, მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ, აი ორ მაგად მიხარია, როდესაც დამირეკავენ და მიდიხარ ზუგდიდში, რომ მეთქვიან აი, ალბათ აუდიტორიის მხრიდანაც მოლოდინებია ხო. ამხევა ახალწლის კონცერტის გადავანაწილეთ. საოცარი ემოციები. ო, ბევრჯერ ერთადაც ყოფილვართ. როგორ არა. ძალიან კარგია, რა მაგარია, რომ ესე მარნეულში მე მგონი? თუ არ შეიძლება, კი. თელ საქართველოში რა ვიცი ყველგან. აუ, კაია. ყველგან სადაც საქართველოა. გვიხარია ძალიან აუ რა კარგია მეგრული დაუცფათები ხაჭაპური. ეხლა ესე გავაკეთე. ძალიან. ხოდები ეძახე და მე აქვე მინდა გაჩვენოთ, რომ ესე ზემოდან ელინე ესეთ ლამაზ და კვასკვასა კვერცხს რო უსმევს, ეს გვაქვს კუდვილის ბრენდის რა კარგიას კვერცხი, რომელიც იცით რომ ეს ბრენდი არის საკმაოდ მრავალფეროვანი, აქვს ბრინჯის ნაირსახეობები, აქვს მარილი ჰიმალაის, აქვს კინოა, სხვადასხვა ჩირეული და ასევე რა თქმა უნდა ეს კვერცხი, რომელიც ხშირად არის ჩვენთან სტუდიაში და ელენე, შენ გინდოდა რომ ეს სალათი რაღაცნაირად ესე ხვეულასავით შეგვეხუია, ხო? ხო, ან რა ვიცი, ან სალათის ფოთოლზე გადავიტან. მაყურებელს შევახსენებ, რომ დავამატეთ ჩვენ ამ შემთხვევაში ბერძნული იოგურტი და გამოვიყენეთ ცოტა ესეთი კოპის დოგვი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ან არაჟანთან ერთად, ან ბერძნულ იოგურტთან ერთად რაღაც ძალიან სასიამოვნო соуსი გამოდის, ცოტა ლიმონის წვენით შეიძლება დავამატოთ და ძალიან გემრიელია, მოკლედ ამ დოგს ვიყენებ ჩვენ სამზარეულოში და სულ ეს არის ჩვენი სალათიც მზად არის. ანანასი, მჟავე, კიტრი, ელენე ის ღვინოსად უნდოდა? ცოტა ღვინო. აქვე? პირდაპირ. აჰა. კარგი. და ესეთი პირდაპირ ყველი და ამ პიკანტურ იმდენი ვიძახე პიკანტური ხდებათ ხო? იმას ვერ ყველის ხაჭაპური. ყველი. ეს არის ვერ გამოვტოვებ. ეს არის სომიანი ყველი. მე ამიტომ არის კარგი, ნახე როგორ ხდება. ძილის რამხელა წყაროა. აი ესე გადავანაწილეთ.
ეს არის მე ესეთი ბევრი მიყვარს მე მეგონი უკვე ყველაფერი. დროა ეს არის დაუნანებლად. ცილის არაჩვეულებრივი წყარო, აქ არის იმდენი გემრიელობა და სასარგებლო, რომ ცოტა ცომიც შეიძლება ამასთან ერთად არა ელენე? სომი ის არის, რა ქვია, ძამსუბუქია რა ეხლა. ძალიან ცოტა შედარებით როჟონია. თან არის საფუარი არა აქვს. დოზით არის. ხო, საფუარი არა აქვს. ამიტომ ძალიან კარგი. მოკლედ ჩვენ თავს ვიმშვიდებთ ახლა რომ და კერძებს განსაბათ მოდივირთმევთ მეგრულ გავუშვათ ღუმელში რამდენ რა ტემპერატურაზე 180? კი იყოს. და რამდენი ხანი გჭირდება დაახლოებით? მე მგონი 9 საათი არც უნდა. აი ზემოთ გავუშვი. ეს თვალით და თვალით, ხო, თვალით. ყველაფერი თვალით. ცირა მახარიანა. იცი რა მინდა პროდუქტების ინგრედიენტების თვალით. მუჯოთოლებს უფაფია. მე აღარ გიქ. ხო და ეს მეგრული სიმღერა უნდოდა ხაჭაპურზე ელენე რა წაუმღერე. არტი კოჩკი კომორთუდო ოსუს გირიგენქიავო ოსუს მარამუ ოსურონა ნაგვალოს გაკეთესიავო ო ნა 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 ოდელია ო ნა ნა ოდა მე როგორი აბა თობალი რა მომხერე არა ჩახვედი არა კარგი იყო ძალიან კაი იყო ყოჩა ყოჩა ზურა ყოჩა სხვა განწყობის გამოვა ის მეგრული ხაჭაპური. კიდე რა სიმღერა გამოცხვა ხალხო უცებ იყურება არა არა ზურა კიდე რა სიმღერა იცი მითხარი. ნახეთ როგორ მეგრული კიდე რა სიმღერა მეგრული სიმღერები იცი რაც იცი მიდი გამოუშვი. სისატურა არ იცი? არ ვიცი აი ესე შევახვიე სისა ძალიან ლამაზია. ეგ თაგომაცის მარტივად. აი კოჩა კაი გოგო ხარ მოდი მაყურებელსაც ვაჩვენოთ მარტივი ხრიკი. რადგანაც დღეს ყველაფერი სიმარტივეზეა და ზოგადად ყველაფერი სიმარტივეზეა ჩვენ სამზარეულოში აწყობილი. და გვჭირდება ესეთი ფიალა იმისთვის რომ მეტი სალათი დავამატოთ ჩვენს სალათს, სალათის ფოთოლი. ესეთ ფიალაში შიგნით მოვათავსებთ სალათს უკვე შეკამაზულს და გადმოვაბრუნებთ. აი, კვარაცხელია, ხედავ რა მოიფიქრა. ელენე შენ ახსენე ბები ამყავდა კვარაცხელია? დედის დედა. რა მაგარი რომელმაც კეფეზე ხალია გადავამოწმე. აბა 100 წლის. აი ეს 100 წლის გახდა მარტში და სექტემბერში გარდაიცვალა. აი წარმოგიდგენია საუკუნოვანი 100 წელი ცოცხლო ლოცავდნენ ხოლმე ალბათ ესე და ეს ელენე ცოცხლო ყველა უნდა შენ მაშულებმა თუ იციან მეგრული სხვათა შორის იციან. აურა კარგია იციან, პატარამ განსაკუთრებით. მართლა რა მაგარი იქ უშვებ ხოლმე ალბათ ხო ზაფხულში, ზაფხულობით. ხო აი ჩემებმა ვერ ისწავლეს და ძალიან დარდობ მაგ ამბავს ჩვენ ჩამოვჭით ძალიან დარდობ მეგრული როგორ კარგად ნახე როგორ გააფრთხილე. აბა ნა რაღაცა უცებ სახელდახელო ხაჭაპურს რაღაცა ხო ცოტა უნდა დაჭხირი. დაჭხირგენია გენია. აი ესეც არის თარგმნება აი რა არის დაჭხირგენია ჯანსაღი ტოლმა ამას წინებზე ეს რა ქვია ეს არის ყველაზე რთულად გამოსათქმელი სიტყვა. აი მე არის რაღაცა დაჭხირგენია რა არის ხო დაჭხირგენია? ხო რთულად გამოსათქმელი არა არის თარგმნება დაჭხირი არის ცეცხლი და გენია კიდე რა. არ ვიცი ვერ ვთარგმნი მე და რა კონტექსტში იხმარება აი რა ცეცხლი გოგოაო იტყვიან ხო ეს ყველაფერი რომ გამოსხის დაჭხირგენია დაჭხირგენიები ხართ ორი ნაცა მარტო გოგო არა მე მგონი ყველაზე ხო მაგასაც ვერ გადათარგმნი. მე მგონი ყველაზე ესე ამბობენ მე მგონი დროა რომ სამარგალოს დიდი მოკითხვა გადავწეთ აქედან და თან ვუთხრათ რომ დაგელოდონ რომ მალე უკვე შეხვდები შენს მე ძალიან მიყვარს მაყურებელს სამეგრელო სხვათა შორის აი ძალიან ხო ხა რატომღაც რო არ გიყვარდეს რა მეგრელი მეგობარი მყავს ხო და არ ვიცი მეგრული სწავლაზე ვლაპარაკობთ ხანდახან მე მინდება ხოლმე რომ ვისწავლო მართლა იმიტომ რომ რაც მინდა რომ აი ეს რაღაცას რო ამბობენ და ვერ თარგმნითო აი წეღანაც რო თქვეს ის რაღაცა შენ თვითონ გაიგო. ხო, აი არის ესეთი სიტყვები, რაც ანუ რაღაც თან ისეთი საკმაოდ ისეთი მნიშვნელობა აქვს. აი ვაშინერს მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ აი ვაშინერს და ვერ თარგმნი. აი ვერანაირად ვერ თარგმნი და მოკლედ შესაძლოა და მოუძებნოთ რაღაცნაირად. მაშინ მოვჩეთ. ვერ თარგმნი. აა როგორ გუნდები.
კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. როგორი ფუსფუსი. ელენე ფალი მოკრა სტუმრებს და მესამება გადაწყვეტა და ჩვენ მოვაბრუნეთ. ჩაკრა მეგონა. არა სარეკლამო პაუზა. საჭამურებს მოიპატი. ჩვენ კიდე აი საით მოვიწეოდით. არომატი ძენით და გიძახეთ. მითხარით არომატი მოვიდა თქვენამდე იგრძენით? ხო, იმიტომ მოხვედით ვატყარნახეთ სიმღერაული. ქართული სამზარეულო. ქართული სიმღერას მოუხდა ამ ხაჭაპურს ბოლო შტრიხების შეტანაში. ესეც ხო, ისე სულგუნი ვიცი მე აი ესეთი დიდი ნაჭრები დაჭრილი და ხაჭაპურიც საუბარი საქმე. ეს დამიდეს, აქ არ მინდა ხაჭაპური. გასინჯეთ ზურას, თორე თან კანატუნა არის, თან შიგნიდან რბილი, ძალიან გემრიელი და საოცრად ლამაზი ხაჭაპური. არა, ესე პირდაპირ მიირთმევს აქედან ზურიკელა. ძალიან მარტივად და სწრაფად მომზადებული კერძები შემოგთავაზა დღეს ელენე ფოჩხუამ და ძალიან დიდი მადლობა ელენე შენ, მაგრამ მანამდე მე მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ თქვენს შეგიძლიათ ეს სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოთ Goodwill-ის ვებგვერდით ან აპლიკაციით Goodwill-წერტილი და თქვენთვის სასურველ მისამართზე, თქვენთვის სასურველ პროდუქტებს Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მოგაწვდით. დიდი თქვენი გემრიელია. მაღოლია. არა, შენ უნდა თქვა სარკორე. 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 ანუ სასწაულია. სარკორე, ნუ აბა ძალიან გემრიელი ხაჭაპური. ელენე, მოდი კიდევ ერთხელ მოვუყევი მაყურებელს, როგორ მოვამზადეთ და რა ეტაპები გამოიარა აქამდე ხაჭაპურმა და სალათმა. ხაჭაპური გავაკეთეთ, ესე მარტივი რეცეპტით, ასე ვთქვათ. არაჟანი მაწონი, ანუ ერთად, ხო? ეს არაჟანი და მაწონი ერთ-ერთთან დაახლოებით? დიახ, ესე გავაკეთეთ დღეს. ესე ვაკეთებ. რაცკალა. შემდეგ კარაქი, ფქვილი, ჩვეულებრივად მოვზილეთ და უცებ გამო. ხო და თან ნახე ზემოდან როგორი კნატუნაა და შიგნიდან არის ძალიან რბილი და ესეთი. ზემოდანაც კარაქი წავუსვით. ზემოდან გადავუსვით ასევე გაათქვეფილი კვერცხი. ხო? კვერცხი, ყველი და მერე გამოუცხო, ანუ უკვე კარაქის ზემოდანაც გადავუსვით. ეს ხაჭაპური არასუქებს მეგობრებო. არასუქებს, იმიტომ რომ აქვს ბევრი ყველი, კვერცხი და ცომი აქვს ძალიან ცოტა, რომელიც არის უსაფუარო, შესაბამისად არის ძალიან კარგი ცილის წყარო, მაგრამ ყველი აქვს იმდენი. ცომი ვერ ვიპოვე. ხო, ვერც იპოვე, იმიტომ რომ ესეთია და თან არის ესე დილის საკვებად იდეალური. ხაჭაპური თუ გვინდა რომ მივეცვათ მარტო დილით შეგვიძლია, ამიტომ სალათიც სალათი არის ქათმის ფილე. დიახ, მოვხარშეთ. დავძენძეთ. შემდეგ დავჭერით ანანასი, ანუ კომპოტები, რომელიც არის. ქათმის ფილე და ყველაფერი. კიტრი, მჟავე კიტრი, აქვს ცერეცო, მწვანე ხახვი, ცოტა მდოგვი აქვს, შავი ღვინო და გამოვიყენეთ ბერძნული იოგურტი. და აი ესე ლამასაც შემოგთავაზა ბერძნული იოგურტი, ესე იოგურტი. კერძში არ დამიგემოვნებია, საინტერესო გადაწყვეტილება. ხო, თან გემრიელთა რაღაცთან, ტკბილეულთან, ან თუნდაც ხილთან კომბინაციაში. ძალიან კარგი პროდუქტია, იმიტომ რომ კარგად შეიცავს ცილას, არის ესეთი კარგი კონსისტენციის, ძალიან ჯანსაღია და ამიტომ ბევრ რაღაცებში შეიძლება რომ გამოვიყენოთ. კი ბატონო. მოდი ახლა სანამ ფინალისკენ წავალთ, შემოქმედებითი სიახლეები. რა გეგმებია, ესეც გაუზიაროთ ჩვენს ტელემაყურებელს. ესეთი არაფერი, მაგრამ მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელო აუცილებლად. ეს არის პროექტის სახით, უბრალოდ ხა ჯერჯერობით არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ გავაშოროთ. ჯერ ხო, ანუ უნდა განვახორციელო, რაღაცა ნიადაგი უნდა გამზადდეს და მე აუცილებლად შეიძლება წაგვართვან, ამიტომ არ უნდა გაჭირო რომ განახორციელებ, მე უკვე დასახულია რაც მთავარია. იდეა ძალიან ბევრი მაქვს, მიზანით და
ყველაფერი გამო. მაყურებელს აუცილებლად თავარი არის ყოველთვის ელენე მონდომება. ფოჩხოს ბევრი კბილხმოვანება და ნიჭიერება, რომელსაც აფრქვევ ხოლმე ყოველთვის და დიდი მადლობა. დაველოდებით. დიდი მადლობა ასევე მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ყოველთვის მიხარია, როდესაც მოვდივარ თქვენთან და მადლობა ამისთვის.